იცით, როცა ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ, ჩვენ აქ იმისათვის არ მოვდივართ, რომ ჩვენი ნებით ვაკეთოთ ის საქმეები, რასაც ჩვენი შეხედულებით ჩავთვლით საჭიროდ. ეს არ არის სწორი. სწორი ის არის, რასაც მე და რასაც ჩვენ ღმერთი გვეუბნება და მიგვანიშნებს თავისი სიტყვიდან გამომდინარე. ვაკეთებდეთ ისე. იცით, არ არის ადვილი, არ არის სასიამოვნო, რომ ვიღაცა მიმითითოს და ისე ვაკეთო. ეს არავის დაუძალებია პირველ რიგში. ჩვენი თავისუფალი არჩევანია, რომ ვემსახუროთ ღმერთს, მაგრამ შეკითხვა იბადება, როგორ ვემსახურო ღმერთს? ჩემი შეხედულებით, ჩემი გაგებით, არანაირად. ყველაზე მთავარი არის ის, რომ წერილი იყოს თავის ადგილზე ჩემს ცხოვრებაში. ის, რასაც წმინდა წერილი ამბობს. ჩვენ აქ არ მოვდივართ პასტორის გამო. ჩვენ აქ არ მოვდივართ ჩვენი ოჯახის წევრების გამო. ჩვენ არ მოვდივართ ჩვენი ლიდერების გამო. აი ვიღაცამ რაღაც შენიშვნა არ მომწეს ან ასე. ჩვენ აქ ღმერთის გამო უნდა მოვდიოდეთ პირველ რიგში. თუ არ იქნება გათვით ცნობიერებული, რომ მე ვის გამო და რის გამო მოვდივარ აქ, მე მგონი საჭირო კარგად დავფიქრდეთ და საკუთარ თავში შევეკითხოთ, რომ რისთვის დავდივარ. ჩვენ იქ იმისთვის არ უნდა მოვდიოდეთ, რომ პლუსები დაგვეწეროთ. ნახე, მე დავესწარი მსახურებას. ეკლესია და მსახურება კვირის არ არის. ეკლესია არის ორშაბათისთვისაც ეკლესია არის და ჩემთვისაც მსახურება უნდა იყოს. სამშაბათისთვისა და მთელი კვირის განმავლობაში. უბრალოდ კვირას როცა მოვდივართ, ჩვენ უნდა მოქონდეს ის ზიარება, რაც ღმერთთან გქონდა. და მოვიდე და უნდა უთხრათ ღმერთო, აი წმინდა დღე, რომელიც შენ გამოყავი შენთვის და გვინდა რომ გემსახუროთ ისე, როგორც შენ გვეტყვი.